ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებისთვისაც 2026 წელი სასიყვარულო კუთხით ყველაზე იღბლიანი იქნება. ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ 2026 წლის სასიყვარულო თემებზე. მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. მოდი გავიგოთ რა ხდება ცაზე და როგორ მოვიქცეთ დედამიწაზე. პლანეტა ნეპტუნი 2026 წლის იანვრის ბოლოს შედის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტა ვენერა ოქტომბრის დასაწყისში ხდება რეტროგრადული, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. დანარჩენ პერიოდებში იგი ჩვეულებრივ სამეფო, დირექტიულად მოძრავია. იუპიტერი კი დირექტიულ მოძრაობას მარტის შუა რიცხვებიდან შეიძენს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასე გააგრძელებს. აღმავალი კვანძი ივლისის ბოლოსთვის გადავა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო დაღმავალი კვანძი შესაბამისად ივლისის ბოლოსთვის გადავა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა კი იმაზე თუ როგორ მოვიქცეთ. 2026 წელს სასიყვარულო მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია. მომდევნო წელს პარტნიორულ ურთიერთობებში განსაკუთრებით ერიდეთ კონფლიქტებს. 2026 წელს განქორწინებები და ურთიერთობის დასასრული გაიწელება და გადავადდება. თუმცა ახალი ურთიერთობები სამწუხაროდ რთულად დაიწყება. უნდა ითქვას, რომ სასიყვარულო კუთხით წლის პირველი ნახევარი უკეთესი იქნება ვიდრე წლის მეორე ნახევარი. ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს. პირველი ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის თევზები. თევზები 2026-ში ელოდეთ კარგ შეთავაზებებს, ასე რომ მზად იყავით. მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის ლომი. ლომებს შესანიშნავი შანსი გაქვთ სასიყვარულო ამბები სწორედ 2026-ში დააგვირგვინოთ. მესამე ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2026 სასიყვარულო კუთხით იღბლიანი იქნება, არის ვერძი. ვერძებისთვის სასიყვარულო კუთხით 2026 შესაძლოა იყოს ძველის დასასრულის და ახლის დასაწყისის წელი. ბედნიერებას გისურვებთ. დროებით.